ეს პრობლემა გვაქვს ქართველებს და საერთოდ ალბათ მსოფლიოს. დღეს ხო სულთმოფენობა არის. დღეს მოციქულებზე გარდა მოვიდა სულიწმინდა, რომ მათ ეკადაგათ ქრისტე. მთელი კაცობრიობისთვის ჯვარცმული, აღდგომილი და ზეცად ამაღლებული. დღეს თუ დავაკვირდებით ეშმაკის მანქანებით. მსახიობები ქადაგებენ ქრისტეს. ეს არაფერს არ მოიტანს. როგორ შეიძლება კაცი, რომელიც სოდვაში ცხოვრობს, იმან იქადაგოს ქრისტე? იღებენ და დგავენ კინოებს, სპექტაკლებს, სერიალებს, წმინდანებზე. ეს არაფერს არ მოიტანს. წარმოიდგინეთ, ადამიანი უსმენს რომელიმე წმინდანის ცხოვრებას, ფეხი-ფეხზეა გადადებული, ფინჯანი ყავა აქვს, სიგარეტს ეწევა, რა უნდა გაიგოს იქით? დამთავრდება კინო, დამთავრდება სპექტაკლი, აღდგება, იტყვის ბრავო, ბისი, დამთავრდა ყველაფერი. მოციქულების სიტყვა იმიტომ შედიოდა ადამიანების გულებში, რომ მოციქულები ისე ცხოვრობდნენ, რასაც ქადაგებდნენ. მათ ჰქონდათ მოხვეჭილი სულიწმინდის მადლი. გაიგებთ სადმე, რომ გამოჩნდა დიდი მქადაგებელი ეპისკოპოსი და მთელი სოფლიო უსმენს. არა, ოღონდ ესეთი ეპისკოპოსები არიან. წუთისოფელი მალავს. მაგრამ გამოჩნდება ესა თუ ის კინო, რომელსაც მთელი სოფლიო უყურებს, რომ ისწავლოს რა არის ქრისტიანობა. გვატყუებს ეშმაკი. ნუ მიიღებთ ასეთ რამეს. იმასაც კი გვეუბნებიან, რომ აღდგომა იქნება, ოღონდ ჯვარცმა არ არის საჭირო. და წმინდა წერილი პირდაპირ გვეუბნება, პირიქით საპირისპიროს. ჯერ კაცი ჯვარზე უნდა გაეკრას და მერე აღადგენს მას ღმერთი. ჩვენ ამაღლებას რო ქადაგებდით, გახსოვთ, იქ იყო ნათქვამი. კაცმა უნდა გაიაროს ქრისტეს გზა თავიდან ბოლომდე, ჯვარცმითა და სიკვდილით. და მერე ღმერთი ანიჭებს მას აღდგომას და ამაღლებას. ანუ სიცრუეს ნუ მიიღებთ. ვინც არ უნდა ამას ქადაგებდეს, ვინც არ უნდა ამბობდეს, რომ რაღაცა ეხლა სხვა დრო არის და ისეთი დრო დადგა, რომ მსახიობებმა უნდა ეკადაგონ ქრისტე, ამას ნუ დაიჯერეთ. ერთადერთი, ვისაც აქვს უფლება ეკადაგოს სარწმუნოება, მართალი ეს არის მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკონებს და თქვენ, ისმათ, ვინც დადიხართ ტაძარში, ვინც ცხოვრობთ ისრებებით. მოკლედ რო ვთქვათ, ერთი კარი გამონათქვამია ქართული, პური უნდა გამოაცხოს მეპურემ.